ამის გაფუჭების შანსი არ არის. ორი დღე რო შეინახო, ალბათ არ გაფუჭდება. უნდა შევქონათ ერთგვარი სათბურის ეფექტი. მიწა უნდა იყოს აუცილებლად სველი. პირველი წერტილი, რომელიც უნდა მოვნიშნოთ და ნახეთ ჭრდილი როგორ ეცემა. შუალედი არის მოკლედ ეგ. არ აქვს მნიშვნელობა. 6 საათი იქნება, 6 საათს მიმართავთ მზისკენ. გავაქტიურეთ. გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით, დაგიბრუნდით ისევ შემდეგი ვიდეოთი. დღევანდელ ვიდეოში გადავწყვიტე ძალიან საინტერესო რაღაც პატარა ხრიკები გაჩვენოთ, რომელიც დაგვეხმარება თუ აღმოჩნდებით ექსტრემალურ სიტუაციაში. ძალიან საინტერესო ხრიკებია, ორი ხრიკი იქნება, რომელიც აღმოგვაჩენინებს ჭრდილოეთს. ასევე გავაკეთებ მაცივარს ბუნებრივ პირობებში. თუ გვექნება საჭმელი წამოღებული ან ნებისმიერი პროდუქტი და დღის განმავლობაში მოგვიწევს წასვლა ან დღის განმავლობაში ვერ ვახერხებთ მომზადებას, გაჩვენებთ როგორ უნდა შევინახოთ. ასევე თუ აღმოჩნდა ისე, რომ წყალი აღარ გვაქვს და მოპოვება გვინდა, უწყლოდ ადამიანი ვერძლებს დიდი ხანი, ამასაც გაჩვენებთ თუ როგორ უნდა მოვიპოვოთ წყალი. კიდევ მეგობრებო, როგორც შეგბირდით ერთ-ერთ ვიდეოში, თუმცა არ გამომივიდა, წამოღებული მაქვს ჩემი ღამის ხედვის კამერა. ამ ტყეში ტურაც არის, მელიაც არის და ასევე დაფიქსირებულია ტყის კატა. წამოღებული მაქვს, რა თქმა უნდა, საკვები, რომელიც უნდა დაუმალო, ამოვთხარო და ისე დავმალო. ასე უფრო კარგია, რადგან თხრას დაიწყებს და კადრში გვეყოლება დიდი ხანი. იმედია გამოჩნდებიან, რა ვიცი ხა. ძალიან არომატულია, სოსისია და იზიდავს ტურასაც, მელიასაც და ტყის კატასაც ასეთი არომატული საკვები. კიდევ მეგობრებო, გილოცავთ ახალ წელს, 2026 წელი დაგვიდგა. მინდა რომ ეს წელი იყოს თქვენთვის წარმატებული და რაც ჩაფიქრებული გაქვთ ყველაფერი აგიხდეთ. ასევე გისურვებთ ჯანმრთელობას და ულევ ბედნიერებას. თხოვნა მექნება რომ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო და წლის ბოლომდე მეგობრებო, მინდა რომ 10,000 გამომწერზე ავიდე. თუ არხი არ გაქვთ გამოწერილი, ძალიან გთხოვთ რომ გამოიწეროთ, ძალიან დიდ სტიმულს მოვცემთ. ეხლა უშუალოდ გადავიდეთ საქმეზე, გაჩვენებთ პრაქტიკაში როგორ უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა აღმოვაჩინოთ ჭრდილოეთი მხარე. პირველი რაც დაგჭირდება, ეს არის დაახლოებით 1 მეტრა სიმაღლის ჯოხი. 1 მეტრა კარგია რომ ჭრდილი სწორად დაეცეს. ეხლა ვიპოვე სწორ ადგილს, ანუ მოსწორებული ადგილი გჭირდება, კარგი რა, მინდორი ან ასე შემდეგ. ხეები ხელს არ უნდა გვიშლიდეს, ტყეში არ უნდა გავაკეთოთ და ისეთ ადგილზე არ უნდა გავაკეთოთ, სადაც ჭრდილი იქნება. უნდა იყოს მზიანი ამინდი. დაახლოებით ამ ადგილზე ჩავარჭოფ ეხა ამ ჯოხს, ისე რომ არ წამექცეს. თუ ქარი იქნება, ეცადეთ რომ ცოტა ღრმად გააკეთოთ. აი ასე ხა ამას მეტი აღარაფერი აღარ უნდა. აი ეს არის პირველი წერტილი, რომელიც უნდა მოვნიშნოთ და ნახეთ ჭრდილი როგორ ეცემა. აი ეს არის სავსებით საკმარისი ჭრდილი. ეხლა ჩვენ აი ამ წერტილში, სადაც ჭრდილი მთავრდება, უნდა მოვნიშნოთ მეორე წერტილი. ნებისმიერი ჯოხი იქნება, ქვა იქნება თუ რა ვიცი, ნებისმიერი რამე. დამატებით დაგჭირდება ორი ჯოხი, როგორც გითხარით, აი ნახეთ ჭრდილი მოსდევს ასე. გამთავრდება აქ. პირველს ვნიშნავთ აუცილებლად, სადაც იწყება ჭრდილი, ანუ პირველი წერტილი იქნება ჭრდილის დასაწყისი. მოინიშნება. ხედავთ ალბათ მეგობრებო, დანიშნულ ადგილს, პირველი წერტილი დავნიშნე და მეორე წერტილი, სადაც ჭრდილი მთავრდება. ეს ჭრდილი ნიშნავს ავტომატურად პირველი წერტილი დასავლეთ მხარეს. როგორც იცით, მზე მოძრაობს აღმოსავლეთიდან დასავლეთის მხარეს, ხოლო ჭრდილი არის საპირისპიროდ მოძრაობს დასავლეთიდან აღმოსავლეთის მხარეს. როდესაც გავა 15-20 წუთი, მე გავაკეთებ მეორე ნიშნულს, სადაც იქნება ჭრდილი გადანაცვლებული და დავნიშნავ უკვე მეორე ადგილს. დანარჩენს გაჩვენებ შემდეგ, რა უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა გავაკეთოთ. შეგვიძლია 1 საათი დაველოდოთ, მაგრამ არც მაგაზე არ არის პრობლემა, 15-20 წუთი დაველოდებით და გავარკვევთ მოკლედ საით არის ჭრდილოეთი მხარე. თუმცა სანამ გადაინაცვლებს, მანამდე დავამზადოთ მაცივარი, გაჩვენებთ როგორ კეთდება მაცივარი ბუნებაში, ასევე გაჩვენებთ როგორ უნდა მოვიპოვოთ წყალი ბუნებაში, თუ გამოგველია ან ასე შემდეგ. რაც შეეხება მაცივარს, დაგჭირდება რა თქმა უნდა ბარი, თუმცა თუ ბარი არ გვაქვს, არც მაგაზე არ არის პრობლემა. ტოტები, ასე შემდეგ ძალიან ბევრი რესურსია ბუნებაში, რომ პატარა ღრმული გავაკეთოთ მიწაში.
შეძლებს და გვარად ვეცადოთ, რომ იყოს ღრმა. ეხა ეს სველია, თავიდანვე სველია და ძალიან კარგია. თუმცა თუ სველი არ იქნება მიწა, იქამდე ჩავიდეთ, სანამ ნესტიანი არ იქნება. მაგრამ არც ეგ არ არის პრობლემა, მაგაზეც გეტყვით რა უნდა გავაკეთოთ, თუ სველი არ იყო მიწა. ან ნესტიანი. ძალიან კაი მიწა. всё, ეს სავსები საკმარისია, რომ მოვათავსოთ შიგნით საკვები. გააჩნია რამხელა კონტეინერი გვექნება, ან რა ზომის საჭმელი იქნება, იმის მიხედვით უნდა გავაკეთოთ სიღრმე. ანუ რომ აღვნიშნე, მიწა უნდა იყოს აუცილებლად სველი. რომ ტემპერატურა შეინარჩუნოს, ну კარგია რომ სველი იყოს. ეხლა ეს მიწა საკმაოდ სველია, ნესტიანია, ეს ძალიან კარგია, მე აღარ დამჭირდება რაღაც ზედმეტი თავის ტკივილი, პირდაპირ შემიძლია ჩავდო და დავაყარო მიწა. თუმცა თუ ცელოფანში ან ამ შემდეგ ჯობია რომ რამე დაულაგოთ, ფოთლები, ხავსები ან ამ შემდეგ ნებისმიერ რამე შეგვიძლია რომ დავიცვათ მოკლედ მიწისგან. აი უყურეთ მეგობრებო, აი აქ ისეთი მიწაა რომ შეგვიძლია ეს მიწა ბალახიანად ავიღოთ და ჩავაფინოთ შიგნით. მარტივია, თუ ესეთი მიწა არ იქნება, ფოთლები პირდაპირ ავიღოთ, ჩავყაროთ, შემოვაფინოთ ზედ, ოღონდ ყველაზე მთავარი რაც არის, უნდა დავასველოთ. ვეცადოთ რომ სველი იყოს და ნესტიანი. ხავსი რა თქმა უნდა სველი იქნება, ნესტიანი, ფოთლები თუ არ იქნება სველი და ნესტიანი, დავასველოთ და ისე შემოვალაგოთ რომ ისიცივე შეინარჩუნოს მიწა. აი ესე მარტივად შეგვიძლია ავიღოთ აი ნახეთ როგორი რაღაცა ეს არის ძალიან ნესტიანი და ასევე დაგვეხმარება იმაში რომ საკვები არ დაგვიზიანოს და ასე ვთქვათ არ გაჭუჭყიანდეს რა მიწისგან ან ასე შემდეგ. პლუს ამას ამოთხრის დროს შეიძლება დავაზიანოთ თუ არ გვინდა რომ საჭმელი დავაზიანოთ და მიწა ჩაიყარო შიგნით, აი ეს დაიცავს, პირდაპირ ამოვალაგებთ ამას და ამოვიღებთ საჭმელს. ასეც ეხა მე კიდევ რამოდენიმეს ავიღებ, რომ შემოვალაგო, ძირი გავუკეთო და თავზეც დავაფარო. აი ასე. პირველ ფენას გავუკეთებ ძირში. შემდეგ გვერდებზე. აი ასე. ავიღებ ჩემს საჭმელს, რომელიც ტურებს უნდა ვაჭამო. ჩავდებ, დავათავსებ. დავაფარებ თავზე მეგობრებო, აი ასე. ჩათვალეთ რომ შიგნით არის ახლა ოთხკუთხედი მაცივრის მსგავსი რაღაცა, რომელიც ასე ვთქვათ დაიცავს ჩემს საჭმელს, რომ მიწამ ხელი არ შეუშალოს და მიწამ არ გამიფუჭოს. ხელი რაში უნდა შეუშალოს, მაგრამ არ გამიფუჭოს. შემდეგ დააყრით ისევ მიწას, რომ ტემპერატურა არ დაიკარგოს და მალე არ ამოშრეს. ეს მეთოდი იმ შემთხვევაში თუ მდინარე არ არის, ან ნაკადული ან ასე შემდეგ, მიწა არის მისწრება მაგისთვის. ნებისმიერ დროს შეგვიძლია რა, ბუნებაში რომ სამწვადეს წავიღებთ ან რამეს წავიღებთ, ყველანაირად უსაფრთხოა ეს მეთოდი. всё, დამალულია ჩემი საჭმელი. ამის გაფუჭების შანსი არ არის. ორი დღე რო შეინახო, ალბათ არ გაფუჭდება. მერე მარტივად ამოთხრით. აი ესე. ამოყრით. всё.
და ამოიღებთ ჩვეულებრივად თქვენს საჭმელს. всё, ეგ არის მეგობრებო, მოკლედ ძალიან მარტივია. დაგჭირდეთ 5 წუთი არც კი. ახლა რაც შეეხება წყლის მოპოვების მეთოდს, ამისთვის შეგიძლიათ ნებისმიერი ჭიქა იქნება, ბოთლი იქნება, ნებისმიერი რამე გამოიყენოთ. ანალოგიურად მეგობრებო, აი ეს ღრმული რაც არის მიწაში გავაკეთოთ. ბოთლი თუ გვექნება, ავიღოთ ბოთლი, ჩვეულებრივად მარტივად შეგვიძლია ჭიქა დავამზადოთ ამისგან. ახლა გადავჭრი მე ამას. რა თქმა უნდა, ბუნებაში დანა ყოველთვის უნდა ვატაროთ, დანა აუცილებლად დაგჭირდება. ამ გადავჭრათ. აი ეს გადაიჭრა, გამოვიდა პატარა ჭიქა. ამას ახლა კიდე გავასუფთავებ, მიწა ჩაიყარა. ცოტა სიღრმეს მივცემ კიდე. ეს მეთოდი, მეგობრებო, უკეთესია ზაფხულში და უნდა იყოს აუცილებლად მზის გულზე. ეხლა მე მზის გულზე არ ვარ, ჭრდილში ვარ, ჭრდილში აზრი არ აქვს. ზაფხულში ჯობია გავაკეთოთ. ეხლა არის ზამთარი და ზამთარში ნაკლებად იმუშავებს ეს მეთოდი, თუმცა გეცოდინებათ და თუ რამეა ჯვარი წერია ყველას, უწყლოდ აღმოჩნდებით, შეგიძლიათ ჩვეულებრივად გამოიყენოთ ეს მეთოდი და მუშაობს 100%. ამ ჭიქას მოვათავსებთ ცენტრში, აუცილებლად. ცოტა მყარად რომ იყოს, რომ არ გადაყირავდეს. შემდეგ ცელოფანს დაინახავდით. ვიღებთ ცელოფანს და ვაფარებთ თავზე. უნდა შევქონათ ერთგვარი სათბურის ეფექტი. გარშემო ცელოფანს შემოულაგოთ. ქვები უმჯობესია, თუმცა თუ ქვა არ იქნება, მიწად შეგვიძლია მოვაყაროთ. ასე. ასე შემოვალაგებთ. და ვეცადოთ რომ გავაკეთოთ ძაბრის ეფექტი. შუაში ჩავაგდოთ კენჭი ან რაიმე მაგარი რომ აი ესეთი ძაბრის ეფექტი კონდეს. გვალი რა, ანუ ძაბრი ყველას ნანახი გექნებათ ახლა. ძაბრი რატომ? როდესაც ნესტიანია მიწა და დაიწყებს აორთქლებას ის ნესტი, წამოვა და მიეკრობა ამ ცელოფანს. ეს ცელოფანი წარმოქმნის მერე პატარა ბუშტუკებს, წყლის ბუშტუკებს და ქვევით დაიწყებს სვლას. როცა ქვევით დაიწყებს სვლას და ის ძაბრის ეფექტი რაც გვექნება შექმნილი, იქიდან დაიწყებს წვეთას და წავა ჭიქაში. ეს რა თქმა უნდა ეხა მალე არ აივსება, რა თქმა უნდა დიდი ხანი დასჭირდება, თუმცა ძალიან კარგია ეს მეთოდი, რომ ასე ვთქვათ, წყალი მოვიპოვოთ და როგორც გითხარით, ეს მეთოდი კარგია ზაფხულში. ამ პირობებში 10 გრადუსში და 8 გრადუსში რამდენად შევძლებთ, შეიძლება შევძლოთ, მაგრამ დასჭირდეს, რა ვიცი, 3 დღე ალბათ წყლის ერთი ჭიქა წყალი რო გაივსოს და ზაფხულში ძალიან მალე გაივსება. თან როგორც ამჩნევთ, მიწაც აი როგორი ნესტიანია. აი ეს არის სულ ნესტი, მეგობრებო. და ეს წყლისგან არის გაჟღენთილი და ეს აორთქლდება ნელ-ნელა და მოკლედ წყალი გვექნება. აი ესეთი ძაბრის ეფექტი, თუმცა ვეცადოთ რომ ერთი წერტილი კონდეს რა, ძალიან გაშლილი არ კონდეს ის წერტილი, რომ წყალი არ დავკარგოთ და მაქსიმალურად ასე ვთქვათ მოვახვედროთ ჭიქაში ის წვეთები. აი ეს არის ძაბრის ეფექტი რა. გონი საინტერესო იყო, გამოგვადგება აუცილებლად ეს მეთოდები, საჭმლის შენახვაც და წყლის მოპოვების მეთოდებიც. იმედია, წყლის მოპოვება არასდროს არ დაგჭირდება და ყოველთვის გვექნება იმდენი წყალი, რომ ასე ვთქვათ, სასიცოცხლო ის გქონდეს ნიშნები. თუმცა, თუ მიდგა საქმე მაგამდე, რომ წყალი აღარ გვაქვს, ძალიან კარგი პრაქტიკაა მოკლედ ეს. საქართველოს ზოგადად ძალიან მდიდარია წყლით. 3 მეტრში რო ამოთხარო, უკვე ძარღვსი მოვიდა, წყალი ამოვა. გადავიდეთ ახლა ვნახოთ, იქით რა ხდება. რა შედეგია მოკლედ, გადაიწია თუ არა ჭრდილმა. თუ არხი არ გაქვთ გამოწერილი, გამოიწერეთ მეგობრებო რა, ძალიან დიდ мотивაციას მაძლევთ მართლა, არხის გამოწერით, კომენტარის დაწერით და დალაიქებით.
გადავიდეთ ახლა და ვნახოთ. ხედავთ ალბათ მეგობრებო, როგორ არის გადმოწეული ჭრდილი პირველი ნიშნულიდან. ეს ძალიან კარგია. მოვნიშნოთ მეორე ადგილიც. ამას როგორც გითხარით, არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. რითი მოვნიშნოთ? თავარია მოვნიშნოთ წერტილები. ასე. პირველი, მეორე. აი ეს მეგობრებო ავტომატურად არის დასავლეთი, ეს არის აღმოსავლეთი. ეხლა ვაკეთებთ როგორ რაღაცას. პირველ წერტილს არ აქვს მნიშვნელობა. როგორც კი გავაკეთებთ მეორე წერტილს, გადმოინაცვლებს ჭრდილი, გავა 15-20 წუთი და გავაკეთებთ მესამე წერტილს. უყურეთ ვაკეთებთ როგორ რაღაცას. საით იქნება, როგორ იქნება, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. პირველი წერტილი უნდა იყოს ჩვენ ზურგს უკან. დავდგებით ასე, მოექცევა ეს დიდი ჯოხი ჩვენს ზურგს უკან. შემდეგ მარცხენა ფეხი უნდა იყოს დასავლეთისკენ, ანუ პირველი წერტილისკენ რაც დაინიშნა პირველი, ხოლო მარჯვენა ფეხი უნდა იყოს აღმოსავლეთისკენ. უკვე 15 წუთის შემდეგ რომ გადმოინაცვლა იმ წერტილზე. მარჯვენა არის აღმოსავლეთი, მარცხენა არის დასავლეთი. შემდეგ ვაკეთებთ როგორ რაღაცას. დგებით ასე. აი ეს უყურეთ. აი ეს ხაზი ხო არის ახლა? პირველი წერტილი ხო მიყო აქ? აი ესეთი ჯოხი გავდოთ რამე. ნუ თვალის ზომითაც შეგვიძლია, მაგრამ აი ესეთ ჯოხს გავდებთ რამეს. დაიდება ჯოხი. უყურეთ, აი როგორი სიტუაცია. აი ესე მოდის ჭრდილი, ხო? დავდგებით აი ზუსტად ასე, მარცხენა ფეხი, მარჯვენა ფეხი ჩვენს პირდაპირ. იქნება ჭრდილოეთი მხარე. ჩვენს ზურგს უკან იქნება სამხრეთი მხარე. ჩვენს ხელ მარჯვნივ იქნება აღმოსავლეთი, ხელ მარცხნივ იქნება დასავლეთი. დასავლეთი როგორც გითხარით არის ეს, აღმოსავლეთი არის მარჯვნივ, წინ არის ჭრდილოეთი, უკან არის სამხრეთი. ეხლა რომ დავაზუსტოთ ეს ყველაფერი, მე განვათავსებ კომპასს და ვნახოთ რამდენად ზუსტია და როგორ მუშაობს. ესეც უნდა იყოს სწორად, რა თქმა უნდა, კომპასი. აი ნახეთ მეგობრებო. რამდენად გამოჩნდება, არ ვიცი. იმედია ჩანს. ჭრდილოეთი მხარე არის მარჯვნივ, პირდაპირ არის დასავლეთი, მარცხნივ არის სამხრეთი და ჩემს უკან არის აღმოსავლეთი. ზუსტად მეგობრებო, როგორც გითხარით. მაგას მნიშვნელობა არ აქვს ცენტრში მაინც და მაინც რო არ იქნება ჭრდილოეთი მხარე. თავარია გვაჩვენებს მიმართულებას, რომ იქით არის ჭრდილოეთი მხარე. რაც შეეხება მეორე მეთოდს მეგობრებო, მეორე მეთოდისთვის მე მაქვს წამოღებული საათი სპეციალურად. ჩვეულებრივი ისრებიანი საათი. ანუ საათით გაგება ყველაზე მარტივია, ყველაზე სწრაფია. შეგვიძლია თუ თან გვაქვს და მუშაობს, რა თქმა უნდა მუშაობდეს, თუ არ მუშაობს, აზრი არ აქვს. ეხლა ჩემი საათი არის არეული, გავასწორებ. დასაქოქია. ხო, კიდევ სწორი უნდა იყოს აუცილებლად, არასწორ საათზეც არ იმუშავებს. ასე, გასწორდა. დავქოქოთ. ახლა არის დაახლოებით პირველი საათი. უყურეთ მეგობრებო, როგორ რაღაცას ვაკეთებთ. პირველ საათსა და 12 საათს შორის ვიღებთ შუალედს, შუაში რაც იქნება. პირველ საათს ისარს, პატარა ისარს, რომელიც საათებს აჩვენებს. დიდი ისარი ამ შემთხვევაში არ გვაინტერესებს. პატარა ისარი არის პირველ საათთან და უმიზნებთ მზეს, თვალის ზომით. პირველ საათსა და 12 საათს შორის რაც იქნება დაშორება, ანუ შუალედი უნდა ავიღოთ რა. 12 აუცილებლად უნდა იყოს და შემდეგ 2 საათი იქნება, 3 საათი იქნება, 4 საათი იქნება, მნიშვნელობა არ აქვს. თუ 4 საათი იქნება, 4 საათს მივმართავთ მზისკენ. ეხლა მე ფიზიკურად ვერ გავაკეთებ ამას, იმიტომ რომ ამერევა ეხლა არის პირველი საათი და მზე შესაბამისად პირველ საათზეა და 4 საათზე რო იქნება, 4 საათზე უნდა მივმართო, ხო? მე მივმართავ ეხლა პირველი საათისკენ და შუალედს ავიღებ შუაში. ოქრო შუალედია ეს, მოკლედ 12 საათი აუცილებლად უნდა იყოს, ხოლო რომელი საათი იქნება, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, იმის ნახევარს ავიღებთ.
პირველ საათსა და 12 საათს შორის რაღაც შუალედია თვალის ზომით რომ გავიხედებით, ეგ არის მეგობრებო სამხრეთი. ჩვენს უკან ავტომატურად არის ჩრდილოეთი. პირველი საათის მოპირდაპირედ არის ის რა ქვია 7 საათი. 7 საათი იქნება ჩრდილოეთი, ჩემს ზურგს უკან. ჩემს ხელმარჯვნივ იქნება დასავლეთი, ხელმარცხნივ იქნება აღმოსავლეთი. ახლა შევეცდები რომ ესე გაჩვენოთ, აი უყურეთ პირველი საათი ხდება, ხომ? 12 საათი აუცილებლად უნდა იყოს ორიენტირი რა. როგორც გითხარით, 4 საათი რო იქნება, 4 საათი უნდა მივმართოთ მზისკენ, რა თქმა უნდა, მზე გადანაცვლებულიც იქნება, მივმართავთ მზისკენ 4 საათს. ავიღებთ 12-დან 4-მდე შუაში რაც იქნება 2 საათს, 2 საათი იქნება ავტომატურად ის სამხრეთი, ხოლო 2 საათის მოპირდაპირედ რომ არის 8 საათი, 8 საათი იქნება ჩრდილოეთი. შუალედი არის მოკლედ ეგ. არ აქვს მნიშვნელობა, 6 საათი იქნება, 6 საათს მიმართავთ მზისკენ, შუალედს ავიღებთ 6 საათიდან 12 საათამდე 3 საათს, ანუ 3 საათი იქნება შუაში, 3 საათი იქნება ავტომატურად სამხრეთი მხარე, 9 საათი იქნება ავტომატურად ჩრდილოეთი მხარე. 6 საათი იქნება ავტომატურად დასავლეთი მხარე, 12 საათი იქნება ავტომატურად აღმოსავლეთი მხარე. გონი მარტივად ავხსენი მეგობრებო, ძალიან საინტერესო ხრიკია ესეც. თუ საათი გვექნება, რა თქმა უნდა, მუშა საათი, შეგვიძლია უცებ გამოვიყენოთ, რო არ დავიწყოთ რაღაც 15-20 წუთი ლოდინი, უცებ გამოვიყენოთ და უცებ მივხვდებით, საით არის მოკლედ ჩრდილოეთი, სამხრეთი და ასე შემდეგ. თუ გვეცოდინება, რომ სამხრეთით არის დასახლებული პუნქტი ჩვენგან, ამაზე მე ვიდეოც მოგადაღებული, რომ წინასწარ მაინც უნდა ვიცოდეთ, როდესაც შორ მანძილზე მივდივართ, საით უნდა ვიმოძრაოთ ისეთ შემთხვევაში, თუ რაღაცა მოხდა მოკლედ და ვერ გავდივართ, საით უნდა ვიმოძრაოთ, ავიღებთ ორიენტირს, საათი გვექნება, თუ საათი არ გვექნება, აი ამ ჯოხებით, თუ ჯოხები არ გვექნება კიდე ჩრდილში და ღრუბლიან ამიჩიც აუცილებლად მე გადავიღებ ვიდეოს, როგორ უნდა აღმოვაჩინოთ ნებისმიერი მხარე. ახლა უკვე მოვათავსოთ ჩვენი ღამის ხედვის კამერა, პატარა ხაფანგი გავუკეთოთ, დავაპურებ მეტი არაფერი მეგობრებო და მე წავიღებ კადრებს, მეტი არაფერს. შვენიერი ადგილია. ვფიქრობ, აი ამ ადგილზე გავაკეთო კამერა იმ ხეზე და აკონტროლოს აი ეს ადგილი. და დავიფიქრე მეგობრებო, შედარებით გაშლილი ადგილი მინდა, ამიტომ შევარჩია ესეთი ადგილი და აი აქ სადღაც გავაკეთებ ხაფანგს. და სადღაც აი იმ ხეზე ალბათ ჩამოვიდებ კამერას. იმედია არ ამაცლიან. ეხლა გავასწორებ მივუცებ კამერას. წინაზე როგორც გახსოვთ, ჩიპი ვერ გამიხსნა, არ გამიხსნა. ფორმატირება უნდა და დაფორმატება უფრო სწორად. გავასწორე მეგობრებო. აი ესეთი ღამის ხედვის კამერაა. ახლა მე ამას გავუკეთებ კამარს და შემოვახვევ ხეზე. ასე გამზადებულია. ეხლა ვნახავ როგორ აფიქსირებს. კადრიდან გასული ვარ ეხა, დავდგები კადრში და მოძრაობას რო დააფიქსირებს, უნდა დაიწყოს ჩაწერა. აქტიურია სენსორი. ხო, ხმა იყო, თუ გაიგეთ, ესე იგი, კარგია და კარგად აფიქსირებს. მე ვნახავ კუთხეს. კამერა არის ჩემს პირისპირ, დაახლოებით აი აქ. თუ დაიმალოს. როგორ გამოჩდება. ნახოთ აბა. შვენიერი, ანუ დაახლოებით ხო რა. ეშენელებული კადრია ეხა, მაგრამ. ო, კაია, კაი კუთხეა. ავიწყოთ აბა. ხაფანგის მომზადება. აი ამ წერტილს დააფიქსირებს სადღაც. და აი აქ გავაკეთებ ხაფანგს ეხა. დაუმალავ მიწაში. ცოტა ღრმად დაუმალავ, რომ იწვალოს. ტურებს ისი აქვთ მეგობრებო, ყნოსვა განვითარებული, რომ
მე ვფიქრობდი ერთ-ერთ ვიდეოში რომ ჩემთან მოვიყვანო ახლოს მეთქი, მაგრამ რა ვიცი, ძალიან რთულია მოკლედ რომ ტურა მოიტყუო. ცალ-ცალკე დაუმალავ მეგობრებო, რომ ორჯერ მოუწიო 69. სავსებით საკმარისია. დაახლოებით აი ახლა 40. ავიღოთ ახლა სოსისი. თუმცა სანამ დავმალავ გაურჩევ რომ აი როგორც გავიგე კუჭის პრობლემები აქვს ხოლმე და მონელება არ გაუჭირდეს. ხო, ცელოფანია გზემოდან და მაინც რა ვიცი ახლა. ერთი მეორე. აი ესეთი ორი ცალი სატყუ არა მაქვს. ნაგავი აუცილებლად ჯიბეში და ყველას გთხოვთ მეგობრებო რომ მაქსიმალურად ვეცადოთ არ დავაბინძუროთ ბუნება. ჩავდოთ და მივაყაროთ ისევ მიწა. რა ვიცი, მედია დამპალი არ ნახდება. ძალიან ბევრსაც არ დავაკრი. ახლა მეორეს გავაკეთებ აქეთ. სადღაც აქ. მოდი, მეორეს ცოტა მაღლა გავაკეთებ, რომ სულმა მოიყვანოს. და ბევრს არ დავაკრი. აი ასე ვიზავ, ყველაზე ნაღდია და ყველაზე ჭკვიანური ჩემი აზრით, რომ სულმა მოიყვანოს. ანუ вообще ერცალს. ხო, აი ესე დავტყურებ რა. სულმა რომ მოიყვანოს და მეორეზე დაიწყოს კარგად 9. ასე ჯობია. აჰა. შევქმნათ ბუნებრივი პირობები, რომ რაც არ დავაეჭვოთ. აი ასე. მეორე არ დავმალოთ ძალიან. აი ასე. ერთი ხაფანგი არის აქ, საერთოდ არ ჩანს და მეორე ხაფანგი არის აი აქ. ანუ ძალიან არ დავმალე მეორე, რომ ადვილად მოვიდეს. ახლა უკვე კამერას მივხედოთ, ჩავრთოთ, გავააქტიუროთ და გავეცალოთ აქაურობას. ამაზე მიწერია გთხოვ არ წაიღო პაროლი ადევს მეთქი. აუ ფოტოები არ მინდა, ვიდეო მინდა. კაი, გავთიშოთ, გადავიდეთ ფოტოზე. პაროლი მიდევს. ვა 5-5. всё, ეგ არის. გავთიშეთ მენიუ. გავააქტიურეთ 10 წამი, უნდა გააქტიურებას. დავკეტეთ. ჩვენი კადრი იქნება პირველი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სანამ გავალთ ჩაგვიწერს. დავბრუნდი მეგობრებო, მოკლედ. ეგ იყო და ეგ. იმედია, საინტერესო ვიდეო გამოვიდა, იმედია რაღაცას წაიღებთ ამ ვიდეოდან. ღმერთმა არქნას რომ აი ეს ყველაფერი დაგჭირდეს, მაგრამ თუ დაგჭირდება, გეცოდინებათ. კამერა განთავსებულია და ველოდებით, ხო, ეს კამერის კადრები დაიდება შემდეგ ვიდეოში. ამიტომ გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგრჩეთ ის ვიდეოც, კონკრეტულად რა ვიცი, თუ აღმოვაჩენთ, საინტერესო იქნება. დაალაიქეთ ვიდეო და ასე თქვა დამიწერეთ კომენტარები, როგორც აღნიშნე ნებისმიერი რამე და შემდეგი ვიდეოთი დაგიბრუნდებით. მოკლედ დაგიმშვიდობებით, ჯანმრთელობას გისურვებთ, კარგად ყოფნას გისურვებთ და შემდეგ ვიდეოში შევხვდებით. აქ ბუნების სიახში ჩვენ არ დავიკარგებით. ყველაფერი რაც გაინტერესებს და გინდა დავით ლაცაბიძე ვლოგით ხიდან.